ხორნაბუჯის ციხე დაანგრევის პირასაა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რესტავრაციაც ბოლოს ერეკლე მეფემ განახორციელა, ახლა მის მიმდებარედ არსებული ცემენტის ქარხნის მიერ წიაღისეულის მოპოვების გამო საფრთხის ქვეშ დადგა. მეხუთე საუკუნის ციხის პრობლემით ლალი დავითაშვილი დაინტერესდა. მეხუთე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრევის პირასაა. დედოფლის წყაროში მდებარე ხორნაბუჯის ციხე, რომელიც ვახტანგ გორგასლის დროს აშენდა და იმ დროისთვის სტრატეგიულ ცენტრს წარმოადგენდა, საფრთხის ქვეშ იმყოფება. ციხეს აქტუალობა არც თამარ მეფის დროს დაუკარგავს. ისტორიკოსები ამბობენ, რომ თამარ მეფე ამ ციხეს ხშირად სტუმრობდა, ამიტომ ხალხმა მას თამარის ციხედ შეარქვა. ციხეში მოღვაწეობდა ერეკლე მეორეც, სწორედ ეს ახალი ნაგებობა, რაც არის კონგურები, ციხეები, ეს აშენებული არის უკვე ერეკლე მეორის დროს, მაგრამ ძირითადი ნაგებობა, ძირითადი ციხე არის მეხუთე საუკუნის. ეს არის უნიკალური, ეს არის უძველესი და ამას მართლაც სჭირდება გაფრთხილება. გაფრთხილება, იმიტომ რომ ყოველ ამოსვლაზე უფრო მეტი ქვა ხდება ჩამოცვენილი, რაც იყო უფრო ადრე და გამაგრებაც სჭირდება, შესწავლაც სჭირდება, რადგან ისტორიკოსი ვარ, ამ კუთხითაც ვიტყვი, იმიტომ რომ არსად არ ჩანს. ხორნაბუჯის ციხის კონგურები თანდათან ინგრევა. შენობის შიდა ფასადი კი სავსეა ნაშალი ქვით. კედლებზე ყოველდღიურად იზრდება ნაპრალები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ციხის ნგრევას ხელს ის ცემენტის ქარხანა უწყობს, რომელიც დაცულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. აფეთქებების შედეგად კირქვისა და კალციტის მოპოვება მიმდინარეობს, რის სანაცვლოდაც ისტორიულ შენობას სერიოზული ზიანი ადგება. მოსახლეობაში, საზოგადოებაში უსილებს აზრი. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ბევრი ამბობს, რომ შეიძლება მაგის ბრალიც იყოს, რომ აფეთქებები ხდება და რაღაც ბზარები ჩნდება აქ, რადგან ეკოლოგიაც ირღვევა, შეიძლება ამას ციხეზეც მოქმედებდეს, იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის 9 კილომეტრი, ალბათ შეიძლება არც იყოს 9 კილომეტრები იმ კარიერებიდან. ხორნაბუჯის ციხის პრობლემა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩვენგან შეიტყო. დავით ლომიტაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სიტუაციაში გაერკვევა და სათანადო ზომებს დაუყოვნებლივ მიიღებს. პირველ ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რა თქმა უნდა, თქვენს ტელევიზიას იმისთვის, რომ ძალიან ესე ოპერატიულად მოგვაწოდეთ ეს ინფორმაცია. ცხადია, ეს ახალი ინფორმაცია ჩემთვის და მყისიერი იქნება რეაქცია, აუცილებლად ჩვენი საინსპექციო ჯგუფი დღესვე გავაფრთხილებ მათ და უახლოეს ხანებში ჩავლენ ადგილზე შეისწავლიან. გატარდება თუ არა სათანადო ღონისძიებები იმისათვის, რომ ისტორიული ძეგლის ნგრევა კვლავ არ გაგრძელდეს, უახლოეს დღეებში გაირკვევა.